რომელიც ყოველდღე საუბრობთ. კი, შეიძლება ასე ითქვას, რომ ყოველდღე საუბრობთ ამ თემაზე და მიგვაქვს მაყურებლამდე ძალიან საინტერესო, კარგი პროექტები, რომელიც 15 მაისს თბილისში დაიწყო და მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობდა. გუშინ 3 დეკემბერს თბილისის კონსერვატორიის დარბაზში პროექტის დასკვნითი კონცერტი გაიმართა. ღონისძიება საქართველოს კულტურის სამინისტროსა და ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა. კონცერტში მონაწილეობა მიიღეს პიანისტმა და პროექტის სამხატვრო ხელმძღვანელმა თამარ ლიჩელმა, ჩელისტმა ლიზი რამიშვილმა, პიანისტებმა დავით ალადაშვილმა და ვალერიან შიუკაშვილმა. ქართული კლასიკური მუსიკის საღამოებს საფუძველი ჩაეყარა 2024 წელს და დიდი გამოხმაურება ჰქონდა მაშინვე, მაგრამ ცხადია წელს ქართული კლასიკური მუსიკის საღამოებს საფუძველი ჩაეყარა 2024 წელს და დიდი გამოხმაურება ჰქონდა მაშინვე, მაგრამ ცხადია წელს ბევრად უფრო დიდია მასშტაბით. ამ პერიოდში 10-ზე მეტი კონცერტი ჩავატარეთ, არა მარტო თბილისში, არამედ სხვადასხვა ქალაქსა და რეგიონში. არაერთი ნაწარმოები დაიწერა სპეციალურად ამ საღამოებისთვის და დასკვნის კონცერტზეც ცხადია შედგა პრემიერა, ეს გახლდათ მაკავერ სალაძის ხორუმი. და უღრმესი მადლობა გადაუხადო ყველა იმ შემსრულებელს, ვინც აი ამ დროის მანძილზე ერთგულად იდგა ამ პროექტის გვერდით და შემოიარა საქართველოს ჩვენთან ერთად. კიდევ ერთი არაჩვეულებრივი საღამო შედგა დღეს. ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ამ წელს დავასრულეთ ეს არაჩვეულებრივი ფესტივალი, ქართული კლასიკური მუსიკის საღამოები და მომავალში იმედია, რომ ბევრი წელი გაგრძელდება და ძალიან დიდი წარმატება ექნება, რადგან უკვე მეორედ რაც ჩატარდა წელს, ძალიან დიდი გამოხმაურება მოყვა ამ ფესტივალს და ძალიან შეიყვარა ხალხმა და ასევე ჩვენ შემსრულებლებმაც და ძალიან დიდი სტიმულია კომპოზიტორებისთვის, რომ კიდევ ერთი ნაწარმოები შექმნან კონკრეტულად ამ ფესტივალისთვის და წარმატებებს უსურვებ ამ ფესტივალს. მართლაც ძალიან საინტერესო პროექტი შედგა. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ყველა არტისტის და ყველა მსმენელის და ყველა კომპოზიტორის სახელით თათა ლიჩელს. ეს არის მართლაც მუსიკით გაერთიანებული საქართველო. ბევრი ისეთი კომპოზიტორი აღმოვაჩინეთ, რომელიც ან მივიწყებული იყო, ან არ გაჟღერებულად დიდი ხანია. მინდა წარმატება ვუსურვო ამ პროექტს, ვიმედოვნებ, რომ ეს იქნება ყოველწლიური. იმედი მაქვს, რომ ამ პროექტის ფარგლებში კიდევ ახალი კომპოზიტორების სახელები აღმოჩნდება და ასევე იქნება ინსპირაცია და შთაგონების წყარო ახალგაზრდა კომპოზიტორებისთვის შექმნან ნაწარმოებები ფორტეპიანოსა და არა მარტო ფორტეპიანოსთვის. ვუსურვებ თათას, ყველა მონაწილეს წარმატებას და რა თქმა უნდა, ქართულ პროფესიულ კლასიკურ მუსიკას. წარმატებები ვუსურვოთ ქართული კლასიკური მუსიკის საღამოებს და ჩვენც რა თქმა